გვეწვია Opel-ის მარკის ავტომობილი, ეს ავტომობილი საკმაოდ ბევრს იკლებს, ეხლა როგორც ხედავთ, ეს არის სტანდარტულ მდგომარეობაში, დაქოქილი ნამოძრავები და ასე შემდეგ, არც დარიკლებს ფიზიკურად, აი დააკვირდით თქვენც. ჩვენი აპარატით დაერთებული ვარ, ჯერ წნევა არ გვაქვს მიცემული იმისთვის, რომ უბრალოდ გვეჩვენებინა. ეხლა მივცემთ წნევას და დაინახავთ თუ რა რაოდენობით წყალს იკლებს. სინამდვილეში ეხლა ესე ჩანს რა, ანუ არც არაფერს არ იკლებს, აი რადიატორიც აგერ არის. დაიწყებს დაკლებას. აი დაიწყო ნელ-ნელა. ზუსტი წერტილი უკვე ვიცით, აი როგორც ხედავთ, რადიატორის ხუფია გაგლეჯილი რა. თქვენს თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა, იკლებს ან გიდუღებს და ვერ პოულობთ საიდან იკლებს, რამიზეს დადუღებს, ან პომპა თერმოსტატი რადიატორი გაქვთ შესაძლებელი, ან შესარემონტებელი, ან დიაგნოსტირებები გჭირდებათ, ან პერებოი აქვს თქვენ ავტომობილს, ან ხარისხიანი ზეთი გჭირდებათ, როგორც არის მობილ 1, გელოდებით ავტომასტერში.